დღეს დილიდან მოძრაობა პარალიზებული იყო აღმოსავლეთის მიმართულებით ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. მგზავრები და მძღოლები რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ მიმოსვლის აღდგენას. მანქანების ნაკადი ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელიდან იწყებოდა. ავტომანქანების გარკვეული რაოდენობა ხიდზეც იდგა. წესრიგს სამართალდამცველები ადევნებდნენ თვალყურს. შიდა საქალაქო გზების მოწესრიგებაზე კი ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებმა იზრუნეს. ტექნიკა ქალაქის ქუჩებში ინტენსიურად მოძრაობდა. გაიწმინდა ეტაპობრივად სოფლის გზებიც. წუხელი გაიწმინდა ქალაქის ქუჩები. დღეს დილით ისევ იგივე მდგომარეობა დახვდა, დაგედილი იყო ქუჩები. დილიდანვე მობილიზებულია ტექნიკა, მუშაობს ყველა ქუჩაზე. პირველ რიგში გავწმინდეთ საავადმყოფოები, გავწმინდეთ სკოლებისა და ბაღების მისასვლელი გზები, ცენტრალური ქუჩები და ეხლაც ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა. თითქმის ქალაქი მთლიანად გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია ყველა მიმართულებით ქალაქში, ყველა ქუჩაზე. სოფლებში მიმდინარეობს ამავე დროს გაწმენდილი სამუშაოები. იწმინდება ამჟამად ამ წუთში იწმინდება ფუთის, ილემის, კლდეეთის სოფლები. გვაქვს შესაბამისი საწვავიც, გვაქვს ტექნიკა და დანარჩენი სოფლების დღეს ყველანი იქნება გაწმენდილი. მოსახლეობა სასმელი წყალი შეზღუდვით მეეწოდება, როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების ზესტაფონის სერვის ცენტრში აცხადებენ, მიზეზი ბოლო დღეებში უხვად მოსულ ნალექს და მასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს უკავშირდება, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები და წყალსადენს დენის მიწოდება შეუზღუდა. დაზიანებული სისტემის გამართვის შემთხვევაში მოსახლეობა სასმელ წყალს ისევ ჩვეული გრაფიკით მიიღებს. მინდა მიმართო რაიონის მოსახლეობას, გამომდინარე იქედან რომ უხნალექი მოვიდა თოვლის სახით და ასევე 6 თებერვალს ამოვარდინმა დიდმა ძლიერმა ქარიშხალმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რითაც პრობლემა შეუქმნა წყალმომარაგების კომპანიას ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ და ჩვენ ასევე გაისახა ჩვენი წყლის მიწოდება ქალაქზე. დაგვერღვა გრაფიკი, დღესაც ენერგოპროსთან შეთანხმებული მუშაობით მუშაობთ, რომ დროზე იქნეს აღდგენილი ის ხაზები, რომელი ხაზითაც იკვებება ჩვენი ხოხოულას სათავე ნაგებობა. მართლაც ძალიან მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა ენერგოპროს წარმომადგენლებს. თავს არის ზოგავენ რომ დროულად აღვიდგეს დენის მიწოდება და ჩვენც ასევე ჩვენი კომპანიის მხრიდან მინდა განვაცხადო, რომ არანაირი შეფერხება არ იქნება ჩვენი მხრიდან. თუ კი ელექტროენერგია ჩვენ მოგვეწოდება, ჩვენ მზად ვართ, რომ ქალაქს მივაწოდოთ ჩვეულებრივი გრაფიკით წყლის მომარაგება და წინასწარ მინდა ყველაზე ძალიან დიდი ბოდიში მოუხადო გამომდინარე იქედან, რომ დღესდღეობით გამომდინარე მძიმე დაზიანებებიდან არ ვიცით როდის აღვიდგება და როდის გამოგვერთება, იმიტომ რომ ძალიან დიდი დაზიანებები არის სოფელის სვირის მიმართულებით გამომდინარე 6 თებერვლის ქარიშხლიდან გამოწვეული. საფეხბურთო კლუბი ზესტაფონია ესპანეთში საწვრთნელი შეკრების დასრულების შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის მატჩებისთვის ემზადება. კლუბის ადმინისტრაცია კატეგორიულად თუ არყოფს გუნდის გარშემო აგორებულ ჭორებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ფეხბურთელებმა ნიკოლოზ გელაშვილმა და გიორგი ხიდაშელმა ესპანეთში საწვრთნელი შეკრება მხოლოდ დისციპლინის დარღვევის გამო დატოვეს, თუმცა ისინი დღემდე კლუბში რჩებიან. მინდა გითხრათ, რომ ეს ინტერპრეტაცია, რომელიც რამოდენიმე ცენტრალურმა არხმა და გაზეთებმა, ასე ვთქვათ, შესთავაზეს ტელემაყურებელს. არ ვიცი, საიდან და როგორ არის მოტანილი, რაღაც ჩხუბის და სხვადასხვა ორთაბრძოლების ელემენტებზეა საუბარი. ეს რა თქმა უნდა სასაცილოა, არანაირ ჩხუბს და ასეთ მსგავს ადგილი არ ქონია. სამაგეროდ ქონდა ადგილი დისციპლინის დარღვევას, როგორც მოგეხსენებათ. ფეხბურთელები, ასე ვთქვათ, დისციპლინარული კოდექსის ასე ვთქვათ, ჩარჩოებში უნდა იქცეოდნენ და ამ ჩარჩოებში გასვლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა გაუკვირდეს ის, რომ ამას ყველაფერს გარკვეული სასჯელი მოყვება. ესე მოხდა ამ შემთხვევაშიც. დისციპლინის დარღვევის გამო მოხდა ამ ორი ფეხბურთელის ესპანური საწვრთნელი შეკრებიდან გათავისუფლება და ნაადრევად მოუწიათ დაბრუნება საქართველოში. რაც შეეხება ასევე გავრცელებულ ჭორებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფეხბურთელებმა გუნდი და კლუბი დატოვეს, აბსოლუტური სისულელია. ორივე ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის წევრებად კლავაც ითვლებიან და კლუბის წევრები არიან, თუმცა თუ რა სახის
დისციპლინარული, ასე ვთქვათ, სანქციები განხორციელდება მათ წინააღმდეგ, ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა, აუცილებლად შემოგთავაზებთ ინფორმაციას დამატებით. ესპანური შეკრების დროს გუნდმა 4 მატჩი გამართა. მონაწილეობდა მარბელიას თასის გათამაშებაშიც. გუნდის საწვრთნელი შეკრებიდან 10 თებერვალს დაბრუნდა. ესპანეთში გუნდმა ორ კვირაზე მეთხანს ვიყავით და საკმაოდ ნაყოფიერი საწვრთნელი შეკრება ჩაატარა, როგორც მოგეხსენებათ, 4 მატჩი გავმართეთ. პირველ შეხვედრაში პოლონეთის მოქმედ ჩემპიონ პოზნანის ლეხს დაუპირისპირდით, საკმაოდ საინტერესო თავბრძოლა წარიმართა და ფრედ 2-2 დასრულდა. ეს სწორედ ის ლეხია, რომელმაც ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებას თვით ტურინის იუვენტუსი გამოთიშა. ძალიან საინტერესო მატჩი იყო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ 2-2. მარბელიას თასის გათამაშებაში მივიღეთ მონაწილეობა მთელი რიგი მიზეზების გამო, მათ შორის ასე ვთქვათ, ფიზიკური მძიმე დატვირთვების ფონზე წარიმართა ეს ორთაბრძოლა ჩეხეთის მრავალგზის ჩემპიონ პრაღის სპარტასთან დავმარცხდით საკმაოდ დიდი ანგარიშით, ამას ყველაფერს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ობიექტური მიზეზები გააჩნდა. მეორე შეხვედრაში ამ ტურნირის საქვეყნო ცნობილი კიევის დინამო იყო ჩვენი მოწინააღმდეგე, კიევის დინამო, რომლის ძირითადში პირველიდან ბოლო წუთამდე ანდრი შევჩენკო მიასპარეზა მთელმა რიგმა ვარსკვლავების, მილევსკიმ, შოვკოვსკიმ და ასე შემდეგ და ხუსევმა და ასე შემდეგ. საკმაოდ საინტერესო წარიმართა ეს მატჩი, 2-0-ს ვაგებდით პირველი ტაიმის მერე, მაგრამ ჩვენი გუნდის სასახელოდ და ალბათ გულშემატკივარ და გასახარად შემოატრიალეთ მატჩის ბედი, გათანაბრება მოახერხეთ ანგარიშის თორნიკე გორგიაშვილის და რატი წინაძღვრიშვილის გოლებით და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა და ალბათ ცოტა სპორტულმა იღბალმა კიეველებს გადმოხედა ბოლო მომენტში 5-4 პენალტებში მოგვიგეს. ბოლო შეხვედრა ბულგარეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდთან ჩავატარეთ, პლოვდივის ლოკომოტივი ასეთი. უშანსოდ დავამარცხეთ მოწინააღმდეგე, 3-0 მოვიგეთ და ამით დასრულდა ეს სპორტული ნაწილი. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ეს შეკრება, ასეთ გუნდებთან ასპარეზობა პირველ რიგში გამოცდილების მომცემია უშველებელის და სათამაშო პრაქტიკაც საკმაოდ კარგად მივიღეთ. ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე წრის მატჩები 12 თებერვლიდან იწყება. ზესტაფონის მედოქე ქუთაისის ტორპედო იქნება. მატჩის მიმდინარეობა 14 თებერვალს იგეგმება. საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს თავის მატჩის გამართვა ორშაბათს უწევს 14 თებერვალზეა საუბარი. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ჩვენ იმერულ დერვიში ქუთაისის ტორპედოს უნდა უმასპინძლოთ. მატჩი დანიშნულია და მატჩი 16 საათზე უნდა გაიმართოს. უბრალოდ გარკვეულ კითხვებს, ბადებს ზემო იმერეთში, ასე ვთქვათ, მეტეოროლოგიური პირობები დღესდღეობით თოვს და დღევანდელი მდგომარეობით მატჩის ჩატარება, ასე ვთქვათ, გარკვეული ეჭვის ქვეშაა, თუმცა მატჩი ჯერ არავის არ გადაუდევს, არავის არ გაუქმებია ამ ტურის ჩატარება და მატჩი ორშაბათს 16 საათზე უნდა გაიმართოს. თუ რა და როგორ წარიმართება, ამას ყველა შევხედავთ ამინსაც და დამატებით ინფორმაციასაც მოგაწოდებთ აუცილებლად. მატჩი ნამდვილად დანიშნულია ორშაბათს 16 საათზე ფეხბურთის მოყვარულებს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გეპატიჟებით და გელით.